სახელმწიფო დეპარტამენტის პასუხი ფორმულას, საიდანაც აშკარა ხდება, რომ ვაშინგტონი ოცნების მიმართ პოლიტიკას არ ცვლის. წერილი შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტიდან ფორმულამ ოლიგარქის წარმომადგენლების ამერიკაში ვიზიტის პარალელურად მიიღო, რომელიც როგორც ჩანს უშედეგო აღმოჩნდა. სახელმწიფო დეპარტამენტი ფორმულასთვის გამოგზავნილ პასუხში ისევ იმეორებს, რომ ურთიერთობის გაჯანსაღება მხოლოდ ქართული ოცნების მთავრობის მიერ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმით იქნება შესაძლებელი. ვაშინგტონი მიანიშნებს, რომ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური გარემო ორმხრივ პარტნიორობას პირდაპირ აზიანებს. ტრამპის ადმინისტრაცია ოცნებას რეგიონულ პასუხისმგებლობასაც ახსენებს. ვაშინგტონის გზავნილია, რომ საქართველომ პასიური დამკვირვებლის როლი უნდა დატოვოს და სამხრეთ კავკასიის სამშვიდობო პროცესებში რეალურად ჩაერთოს. უფრო კონკრეტულად, რას აჩვენებს ფორმულასთვის გამოგზავნილი ეს პასუხი, როგორ წარმოაჩენს რეალობას პროპაგანდა და რა შეცვალა სინამდვილეში ამ ვიზიტმა. სალომე ლაბაძე განაგრძობს თემაზე საუბარს. დავიწყოთ ქართული ოცნებით, რომლის წარმომადგენლებიც ამ ვიზიტის დასრულების შემდეგაც კი ისევ იმეორებენ, რომ თითქოს ჯერ კიდევ ვერ გაურკვევიათ, რა სითხოს მათგან შეერთებული შტატები და საერთოდ რა ინტერესი აქვს ამ რეგიონში ტრამპის ადმინისტრაციას. არადა სახელმწიფო დეპარტამენტმა არაერთხელ და მათ შორის უკვე ფორმულასთვის გამოგზავნილ ამ პასუხშიც აღნიშნა, რომ ქართული ოცნებისთვის კარგადაა ცნობილი იმ ნაბიჯების შესახებ, რომელთა გადადგმასაც ვაშინგტონის სწორედ ივანიშვილის პარტიისგან ელოდება იმისთვის, რომ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა მოხერხდეს და ამის შემდეგ მოხერხდეს ურთიერთობის შემდგომი გაუმჯობესებაც. ამ ფონზე ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლებმა ერთგვარ გამოსავლად დაინახეს ბაიდენის ადმინისტრაციის დადანაშაულება და როგორც ჩანს, სწორედ ეს იყო მთავარი გზავნილიც ოცნების იმ წარმომადგენლების, რომლებიც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში შეხვედრებს ვაშინგტონში მართავდნენ. ანუ ოცნება ახლა სწორედ ბაიდენის ადმინისტრაციას მის უსამართლო პოლიტიკას ადანაშაულებს იმაში, რომ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა გაუქმებულია და ტრამპის ადმინისტრაციისგან ელოდება სწორედ ამ უსამართლობის გამოსწორებას. თავად კი რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს, ან საერთოდ განიხილავს თუ არა რაიმე მიმართულებით დათმობაზე წასვლას. ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლები ამაზე ჯერჯერობით არაფერს გვეუბნებიან, მათი მთავარი საზრუნავი ამ დროისთვის არის ამ ვიზიტის პოზიტიურად წარმოჩენა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო შეხვედრები კონგრესმენებთან და ვხედავთ, რომ სრულიად შეცვლილია ის რიტორიკა, რომელსაც ჩვენ წინა ადმინისტრაციის პერიოდში ვიღებდით. ძალიან პრაგმატული არის ჩვენი შეხვედრები, ეს ეხება უშუალოდ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის არათუ აღდგენას, არამედ თვისობრივ გაუმჯობესებას, სრულიად ახალი ფურცლიდან დაწყებას, რომელიც ორიენტირებულია კონკრეტულ შედეგებზე. ამერიკის წინა ადმინისტრაციის მხრიდან ინვესტიციები ხდებოდა არა მხოლოდ ფსევდოლიბერალურ ღირებულებების პროპაგანდაში, არამედ მათი რესურსები ხმარდებოდა ჩვენს ქვეყანაში ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლას. და ეს ვხედავთ, რომ ამ ადმინისტრაციაში სრულიად შეცვლილია ეს განწყობები, შეცვლილია დამოკიდებულება და მათი ინვესტიციები, მათი რესურსი მიემართება ეკონომიკას, ვაჭრობას და იმ რეალურ ხელშესახებ შედეგებს, რომელიც ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს თვისობრივად გადაახალისებს. ძირითადი თემა, რა თქმა უნდა, ჩვენი საუბრების ისევ და ისევ იყო ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, ამ ურთიერთობების გაჯანსაღება, ამ ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადაყვანა. ასევე მივიღეთ ინფორმაცია კონგრესმენებისგან ირანში მიმდინარე მოვლენებზე და მათ შეფასებაზე და კონგრესმენები ასევე დაინტერესდნენ შუადერეფნის განვითარების საკითხით. ჩვენ თხოვეთ ასევე კონგრესმენებს, რომ ყურადღებით შეისწავლონ ხოლმე ის საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებსაც ცალკეული კონგრესმენები წარმოადგენენ ხოლმე და აშკარად ანტიქართული ხასიათი აქვთ იმისათვის, რომ იმ პოზიტიურ დინამიკას, რაც ჩვენ ურთიერთობებში ახლა გამოჩნდა, ამ პოზიტიურ დინამიკას ზიანი არ მიადგეს. ჩვენ თავიდან ვაშენებთან ურთიერთობებს. აგურ ერთმანეთს ფაქტობრივად თავიდან ვეცნობით, ერთმანეთის ინტერესებს ვეცნობით. იმდენად დანგრეული იყო სამწუხაროდ წინა ადმინისტრაციის პირობებში ეს ურთიერთობები, რომ დღეს ნულიდან გვიწევს ყველაფრის თავიდან აშენება. შესაბამის დასკვნებს აუცილებლად გამოვიტანთ, როცა დელეგაცია დაბრუნდება, შევაჯერებთ, გავლით დისკუსიაში და კონსულტაციები გვექნება და გარკვეულ დასკვნებს გამოვიტანთ შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით.
სახელმწიფო დეპარტამენტს ფორმულასთვის გამოგზავნილ არც ამ პასუხში დაუზუსტებია კონკრეტულად რა ნაბიჯების გადადგმას ელოდება ივანიშვილის პარტიისგან, თუმცა რეჟიმის კრიტიკოსებისთვის, მისი მოწინააღმდეგეებისთვის, ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის ცხადია, რომ ვაშინგტონი ივანიშვილის პარტიასთან ურთიერთობის ნორმალიზებას არც კი განიხილავს იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი არ გადაიჭრება, რისთვისაც ოპოზიციის შეფასებითვე აუცილებელია, რომ ჩატარდეს ახალი არჩევნები სამართლიან პირობებში, ასევე გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები და ქართულმა ოცნებამ გააუქმოს მის მიერ მიღებული ყველა რეპრესიული კანონიც. თუმცა ოპოზიცია იმასაც ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში ივანიშვილისთვის ცხადია, რომ მას მოუწევს ხელისუფლებიდან წასვლა, რასაც არც თავად ივანიშვილი დაუშვებს და არ დაუშვებს კრემლი, რომლის გავლენასაც ექვემდებარება ოპოზიციის შეფასებით ოლიგარქი. ამიტომ ახლა ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ივანიშვილის მაქსიმალური ამოცანა შეიძლება იყოს მხოლოდ ის, რომ საქართველოს შეინარჩუნოს როგორც ნაცრისფერი ზონა. ქართული ოცნების ვიზიტი ამერიკაში არის კიდევ ერთი ძალიან მკაფიო დასტური იმისა, რომ ამ რეჟიმს აქვს მცდელობები და სურვილი ლეგიტიმაციის მოპოვებისა საერთაშორისო ასპარეზზე, მაგრამ ჩვენ უკვე მეხუთედ ვისმენთ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან იმას, რომ ქართული ოცნების რეჟიმმა უნდა გადადგას ძალიან კონკრეტული ნაბიჯები, თუ კი მას სურს ლეგიტიმაცია. ეს არის ის, რასაც ჩვენც ვამბობთ ან წელიწადნახევრის განმავლობაში, ჩვენ ვამბობთ ძალიან აქტიურად, რომ ქართული ოცნების რეჟიმმა უნდა დანიშნოს ახალი არჩევნები, უნდა გაათავისუფლოს პოლიტიკური ტყვეები და ხელი უნდა შეუწყოს პოლიტიკური სისტემის ნორმალიზებას, თუ კი მას სურს, რომ კონდეს ნორმალური საერთაშორისო პოლიტიკური ვითარება და ურთიერთობები. თუ ამას არ გააკეთებს, ამ ფასის გადახდის გარეშე ვერ შეძლებს ვერანაირ სტაბილიზაციას პოლიტიკურ დასავლეთთან. ივანიშვილის მთავარი ამოცანა არის და ყოველთვის იქნება დარჩეს ავტოკრატ ლიდერად და ქვეყანაში შექმნეს სრული ავტოკრატია, რომელთანაც თანამშრომლობენ. მისთვის საუკეთესო მოდელი არის ბელარუსიის მოდელი, რომელიც არის საერთაშორისო ურთიერთობების ჩართული, მას აღიარებენ როგორც ავტოკრატ ლიდერს და არ აკრიტიკებენ ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გამო, არ აკრიტიკებენ ავტოკრატიის გამო, არც ადამიანის უფლებების გამო და ტრანზაქციონული ურთიერთობები არსებობს. ეს არის ივანიშვილის ამოცანა. ივანიშვილის რეჟიმის სხვა სისტემაში ვერ გადარჩება. და ივანიშვილმა იცის, რომ იმისთვის რომ ის გადარჩეს, არა მარტო თავად პერსონალურად, არამედ გადარჩეს მისი ქონება, გადარჩეს მისი სიცოცხლე, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია რუსეთთან და პუტინის რეჟიმთან, აუცილებელია საქართველოს იყოს რუსული გავლენის ქვეშ და შეასრულოს ის დავალება, რაც მიიღო მან 2012 წელს. დაინიშნოს ახალი სამართლიანი თავისუფალი არჩევნები, პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ და ის კანონები, დრაკონული კანონები, რასაც ყოველ დღე იღებენ, გაუქმდეს. ეს იციან მათ. მხოლოდ ამ შემთხვევაში დაიბრუნებს იმიჯ სტაბილურობის ივანიშვილი და მასთან თანამშრომლობა იქნება თანმიმდევრული და სტრატეგიულ ურთიერთობაზე დაფუძნებული. ან ივანიშვილის პირობებით უნდა მოხდეს, რასაც ამერიკა არ თანხმდება, იმიტომ რომ საპირისპირო მხარეს არის ბრძოლა, არ ვჩერდებით და ეს არ გაჩერება ქმნით ასევე აპაუზებს იმ ურთიერთობებს, რაც ივანიშვილს უნდა რომ მიაღწიოს, არ გამოსდის. როგორც მოისმინეთ, ოპოზიციაში ამბობენ, რომ ივანიშვილის სურვილია მან ქვეყნის მართვა გააგრძელოს რეპრესიული წესებით, ანუ ქვეყანაში დარჩეს ავტორიტარიზმი და ამავე დროს მისი ეს მმართველობა მაინც მისაღები იყოს ვაშინგტონისთვის, თუმცა ამის მიღწევა ოპოზიციის შეფასებითვე ოლიგარქისთვის არის შეუძლებელი, ამიტომ ახლა ის ცდილობს საქართველოს როგორც ნაცრისფერი ზონის შენარჩუნებას, ანუ ცდილობს მიაღწიოს ისეთ მდგომარეობას, როცა ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია იქნება ბუნდოვანი და ვაშინგტონთან ურთიერთობის დაალგების ეს მცდელობა იქნება მხოლოდ ილუზია, რომლითაც ქართული ოცნება შეეცდება საკუთარი მხარდამჭერების მოტყუებას. თუმცა ამის გაკეთების შესაძლებლობას ქართულ ოცნებას ისევ სწორედ ვაშინგტონი არაძლევს ისეთი გზავნილებით, როგორიც სახელმწიფო დეპარტამენტისგან მაგალითად მივიღეთ ტელეკომპანია ფორმულამ და რომელშიც კიდევ ერთხელ განმეორდა მანამდე არაერთგზის გამეორებული გზავნილი იმის შესახებ, რომ ეს სწორედ ქართულმა ოცნებამ უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ვაშინგტონთან ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის, სხვა შემთხვევაში კი ნორმალიზება, რის მიღწევასაც ცდილობს ივანიშვილი, როგორც ჩანს მას არ გამოუვა და სწორედ ეს აღინიშნა იმ პასუხში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტისგან ტელეკომპანია ფორმულა მივიღეთ, სხვათა შორის სწორედ მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების წარმომადგენლების ვიზიტი შეერთებულ შტატებში დასრულდა, რის გამოც ალბათ სახელმწიფო დეპარტამენტის ეს განცხადება შეგვიძლია, რომ ამ ვიზიტის ერთგვარ შეფასებად, შეჯამებად და მის ზუსტ აღწერადაც მივიჩნიოთ.